სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვა კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი. 23 ივნისი 2016 წელი. მის ყოვლადუწმინდესობას ბართლომეოს პირველს, კონსტანტინოპოლის ახალი რომის მთავარ ეპისკოპოსს და მსოფლიო პატრიარქს. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმაო, გულითადად მოგესალმებით და შევთხოვთ უფალს, რათა მოგანიჭოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე. ამასთან გვინდა გაცნობოთ, რომ ამა წლის 17 ივნისით დათარიღებული თქვენი წერილი ჩვენ ჯერ არ მიგვიღია. მისი შინაარსის შესახებ მხოლოდ ინტერნეტით შევიტყვეთ და ჩვენი მხრიდან პასუხის დაგვიანებაც ამ მიზეზით არის განპირობებული. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, გაცნობებთ, რომ ამა წლის 10 ივნისის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების გამო თქვენი თხოვნის შესრულებას ვერ შევძლებთ. სხდომის დადგენილებები თქვენს გადმოგეგზავნათ და სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებსაც. მასში აღნიშნული იყო ის კონკრეტული მიზეზები, რამაც განაპირობა ჩვენი ჩამოუსვლელობა. ამიტომაც არასწორია კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არდასწრების პოლიტიკურ ან ნებისმიერ სხვა ჭრილში გადატანა. ამასთან აღნიშნავთ, რომ მიუხედავად ჩვენი არყოფნისა, თვალს ვადევნებთ სხდომების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ ღვთისმადლით საბოლოო შედეგები მისაღები იქნება ეკლესიის სისავსისთვის. ახლა კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას ხელი არ აქვს მოწერილი პროექტზე ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები და მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია მე-6 მსოფლიო კრების 72 კანონის დოგმატური აკრძალვის შეცვლა და ეკლესიის საიდუმლოებებში არამართლმადიდებელთა მონაწილეობის დაშვება საკრებო განჩინებით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს დაგმობილი აქვს ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, მეორედ კი 2016 წლის 25 მაისს. მას ხელი არც მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა იანვრის შეხვედრაზე მოვაწერეთ და თუ კი ვინმე აპელირებას მოახდენს შამბეზიში კრების რეგლამენტზე დღის წესრიგზე ჩვენს ხელმოწერაზე, მათ შევახსენებთ, რომ ეს ხელმოწერა მოხდა მანამდე, ვიდრე განსახილველად იქნებოდა გამოტანილი აღნიშნული დოკუმენტი და ჩვენც იმედი გვქონდა ერთობლივი პოზიციის შემუშავებისა, რაც არ გამართლდა. სამწუხაროდ მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა ფანარშიც ამა წლის აპრილის თვეში, როცა თქვენი მიწვევით საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად იყო ჩამოსული და რა კი ეს არ განხორციელდა, მათ განმეორებით მოითხოვეს დოკუმენტის კრების დღის წესრიგიდან ამოღება. ახლაც კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ განიხილოთ დოკუმენტი ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები, რადგან იგი არ გახლავთ მიღებული კონსენსუსით და მას არც ანტიოქიის ეკლესია აწერს ხელს. შეგახსენებთ იმასაც, რაც 2016 წლის შამბეზის შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ შამბეზში დამოწმებული დოკუმენტები გასაჯაროების შემდეგ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს წარედგინებოდა საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ამა წლის 25 მაისს გამართულმა წმინდა სინოდის სხდომამ კი დაადგინა, რომ a. დოკუმენტი მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან შეიცავს სერიოზულ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და საჭიროებს სერიოზულ გადამუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკლესია მას მისაღებად არ მიიჩნევს. b. დოკუმენტი მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში ასევე ცვლილებებს საჭიროებს, მითითებული იყო კონკრეტული ადგილები. g. ქორწინების დოკუმენტზე ზემოთ ვისაუბრეთ. თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ჩვენ გვჯერა თქვენი სიბრძნისა და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს იმისას, რომ არ დაუშვებთ ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მართლმადიდებელთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს. ვლოცულობთ თქვენთვის ქრისტეს მიერი სიყვარულითა და პატივისცემით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზე მდებარე ამ უძველეს ტაძარში მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომიდან მე-7 კვირას ყოველთვის ასეთი ხალხმრავლობაა. მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ლომისობას ზეიმობს. დღესასწაული წელს 22 ივნისს აღინიშნა. მომლოცველები ტაძრისკენ მიმავალ გზას ზოგი გვიან ღამით, ზოგი კი დილიდან დაადგნენ. 7 კილომეტრიანი ციცაბო ბილიკის გავლის შემდეგ ყველა იმ ადგილას შეიკრიბა, სადაც მე-13 საუკუნეში ხვარაზმელთა სულთანის თხოვებიდან გათავისუფლებულმა ქართველმა ტყვეებმა სალოცავის აშენება გადაწყვიტეს. ეს პროდა მოვედი წმინდა გიორგის ტაძარში და შეგრძნება გავს ეს თავიდან რომ ამოდიხარ გონია რომ ვერ ამოხვალ და რაღაცა ალბათ ეს
დღევანდელი დღე ადამიანების არის ცხოვრების გზაც. ან როგორ უნდა გაიარო ქრისტიანულმა ეს გზა და რამდენად რთულია ამ გზის გავლა და როგორ ფიქრობ ზოგჯერ რომ გაჩერდე, აღარ წახვიდე, აღარ ამოხვიდე, მაგრამ როგორ დრო დარჩები, მე სამუდამოდ მოკვდები იმათ, რაც წმინდა გიორგისთან გელოდება და ეს შეიძლება გაიგივდეს მარადილ ცხოვრებასთან. ანუ ადამიანი რომელიც ჩერდება ამ გზაზე, რომელსაც აღარ უნდა უკვე ქრისტიანული ცხოვრება ამბობს ღვაწლზე უარს, სიწმინდის ცხოვრებაზე უარს, ის მერე ბრკოლდება და ანგრევს. ეს ადამიანები ამოვიდნენ, იმიტომ რომ რაღაც ეს მადლი, ღვთისმადლი წაიღონ აქედან. ლომისის წმინდა გიორგის ტაძრის შესახებ უამრავი ლეგენდა თუ ცნობა არსებობს. ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია ჯაჭვის შემოტარება გახლავთ. ლეგენდის თანახმად ჯაჭვი აქ დადიანების ქალს, ცოდვების მონანიების მიზნით აუტანია. მთელი გზა ფეხშიშველს უვლია, ბოლოს კი ჯაჭვი სალოცავში დაუტოვებია. იმ დროიდან მოყოლებული მომლოცველები ცოდვების მონანიების მიზნისა და უფლის შემწეობის თხოვნით იგივე ტრადიციის გამეორებას ცდილობენ. ძალიან დიდი მადლი აქ ამოსვლა, მით უმეტეს ძალიან გრძელი გზის გავლა გვიწევს. თითქმის ვცდილობთ რომ ყოველ ლომისობას ამოვიდეთ აქ მეგობრებთან ერთად და მინდა რომ სრულიად საქართველოს შეეწიოს დღევანდელი დღის მადლი და გამთლიანდეს საქართველო. ჩემთვის ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ტრადიცია არის ამ დღესასწაულის. კი, რთული არის, ძალიან გვიჭირს 3 საათი მინდება მაინც ეს გზა, მაგრამ ვცდილობ რომ ამოვიდეთ. ლეგენდის მიხედვით ჯალალ-ედ-დინის მიერ დატყვევებულები მთიულეთის უდიდეს სიწმინდეს გზოვანის ხატს დაუხსნია. შემდეგ კი ხატი ხარლომისას რქებზე დაბრძანებული მლეთის თავზე დამკვიდრებულა. იმასაც ამბობენ რომ ტაძრის ასაშენებლად მთიულეთში არაგვის ხეობიდან ქედამდე ცოცხალი ჯაჭვი გაუკეთებიათ. ზღვის დონიდან 3800 მეტრზე მდებარე სალოცავში მომლოცველების ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. აღსანიშნავია რომ ლომისობა მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის თავისადმი მეწყვნელი კონფერენცია გაიმართა. სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა, საქართველო და სამხრეთ კავკასია, გლობალური გამოწვევების პირისპირ. ასე ეწოდა რიგით მეოთხე საერთაშორისო შეხვედრას. უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა კონფერენციაზე სექციების მიხედვით იმუშავეს და თავიანთი კვლევები მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე წარადგინეს. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში სახელწოდებით ივანე ჯავახიშვილი და სოციალური მეცნიერებები ბრგვალი მაგიდად შედგება. აღსანიშნავია, რომ წელს კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად უცხოელი პროფესორები და დოქტორანტებიც ჩაერთვნენ. ყოველ წელს ამ ძირითადი თემის ქვეშ არის კონკრეტული საკითხი, რომელსაც ეძღვნება კონკრეტული კონფერენცია და ახლა ჩვენი ძირითადი თემა ეს არის საქართველო და სამხრეთ კავკასია გლობალური გამოწვევების პირისპირ. ეს არის ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემატიკაზე განხორციელებული კვლევები, რომლითაც ჩვენი ფაკულტეტის პროფესურა, ასევე ქართველი მეცნიერები და უცხოელი მეცნიერები ერთმანეთს გაუზიარებენ დღეს ხვალ კონფერენციაზე თავიანთ მიგნებებს. ჩვენი სექცია ილაპარაკებს პირველ რესპუბლიკაზე საქართველოს, ჩემი კოლეგა ამერიკიდან სტივენ ჯონსი. მეც გავაკეთებ მოხსენებას საქართველოს ტრანსფორმაცია ტოტალიტარული საზოგადოებიდან თანამედროვე ეროვნულ სახელმწიფომდე. რა ეტაპები გავიარეთ და რა სირთულეების წინაშე ვიდექით და გავართ ჩვენ დღეს. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს კონფუსის ინსტიტუტის სათაო ოფისის აზიის მხარის დირექტორი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ეწვია. შაო სიუბომ უმაღლესი სასწავლებელი დაათვალიერა და ჩინურიანის კაბინეტი მოინახულა. ქართულ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალობაზე ჩინურ ენას სტუდენტები უკვე 1 წელია ეუფლებიან და გაცვლით პროგრამებშიც იღებენ მონაწილეობას. ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებმა სტუმრებისთვის ჩინურ ენაზე მცირე კონცერტიც გამართეს. ჩვენ უკვე მეორე წელია გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ლანჯოუს უნივერსიტეტთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს გაცვლას ჩვენი სტუდენტებისას, ჩინური ენის პოპულარიზაციას საქართველოში, ხოლო
ქართული ენის პოპულარიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და აი ამ მიზნით არიან ჩამოსული ეს სტუმრები. ჩვენი აქ ყოფნის მიზანია გავარკვიოთ, როგორ მუშაობს კონფუცის ინსტიტუტი საქართველოში. რა დახმარების გაწევა შეგვიძლია ჩვენ ჩინური ენის უკეთ სწავლების მიმართულებით. გუშინ წინ ჩამოვედით და უკვე ვეწვიეთ სხვადასხვა უნივერსიტეტს. მიხარია, რომ აქ ვიმყოფები და მინდა აღვნიშნო, რომ ქართული უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩვენი ენის მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში. აღნიშნული სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციას ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა. ღონისძიება უფრო მასშტაბური პროექტის ავანგარდი 1900-1927 წლებში ფარგლებში მოეწყო. კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ავანგარდული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების თავისებურებებზე ისაუბრეს. სესიები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მის ფარგლებშივე სტუდენტებისთვის იგეგმება მასტერკლასები, რომელთაც ახალგაზრდა მხატვრები, ლიტერატორები და რეგიონალური ინსტიტუციების წარმომადგენლები ჩაატარებენ. პროექტის ფარგლებში კონფერენციის პარალელურად მოეწყობა გამოფენა. ღონისძიებები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ეს არის ეროვნული მუზეუმის და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტი, გახლავთ ავანგარდული ხელოვნების გამოფენა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ავანგარდის იდეა ლიტერატურასა და ხელოვნებაში. 18 მაისს გაიხსნა გამოფენა, ძალიან წარმატებით ჩაერა და ეხლაც მიმდინარეობს და ძალიან მოწონება დაიმსახურა დიდი დამთვალიერებლის და აი ახლა გვაქვს ეს სამეცნიერო კონფერენცია, მეორე ეტაპი არის ამ პროექტის. მოწვეული არიან რუსეთიდან და საფრანგეთიდან ძალიან სერიოზული მკვლევარები ავანგარდული ხელოვნების. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები საცავის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა შემეცნებით ღონისძიებებში ჩართვას შეძლებენ. მხარეების განცხადებით ინიციატივა პედაგოგთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით მუზეუმის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ერთობლივად ისტორიის, ქართულის, გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის შევქმნით იმ სივრცეს, სადაც ისინი კომფორტულად იგრძნობენ თავს, განახორციელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას, როგორც პროექტების შექმნის კუთხით, ასევე სამოდელო გაკვეთილების ჩატარების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეს სივრცე ღია იქნება მოსწავლეებისთვისაც. მუზეუმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია სწორედ აღზრდელობითი პედაგოგიური არის, რომ გქონდეს მასწავლებლებთან ურთიერთობა და მასწავლებლების საშუალებით რასაკვირველია მოსწავლე ახალგაზრდობასთან და მე ვფიქრობ, რომ ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს სწორედ ამ მხრივ ურთიერთობას და თავის დროზე მიეწოდებათ მასწავლებლებს ინფორმაცია, ისინი მოიყვანენ აქ თავიანთ მოსწავლეებს. კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ AIS-ში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის შესაბამისი გარემო მოეწყო. განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები გაეცნენ. ალექსანდრე ჭეჯელავა და ოთარ დანელია სტუდენტებს შეხვდნენ, სწავლების პროცესს გაეცნენ და სასწავლო ლაბორატორიები და სახელოსნოები დაათვალიერეს. აღნიშნულ კოლეჯში 35 პროფესიაზე 500-მდე სტუდენტი სწავლობს. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის, რომ ეს არის სრულად ადაპტირებული ყველა მოთხოვნაზე, რაც შეიძლება სტუდენტს ჰქონდეს. ასევე ხაზგასასმელია ყველა ის მიღწევა, რომელიც სოფლის მეურნეობის მოტივაციის კუთხით ჩვენ დღეს თვალსაჩინოდ ვიხილეთ, არიან უკვე სტუდენტები, რომლებიც პრაქტიკულად არ იყო ინტერესი ამ მიმართულებით, ჩვენ ნახეთ ვეტერინარიის კუთხით, მექანიზაციის კუთხით დაინტერესებული ახალგაზრდები, რომლითაც პრინციპში გარანტირებულად სამუშაო ადგილები ნამდვილად ექნებათ. ესეთი ემოცია მაქვს, რომ ეს არის ის ევროპა, რომელსაც ჩვენ რომლისკენაც მივისწრაფით, ესე იგი ეს არის თან ქართული ტრადიციული ყველაფერი, წარმოება, ტექნოლოგია, ვენახი, ჩემო ბატონო მარანი, ბევრი და ასე შემდეგ და თან ეს არის ადაპტირებული გარემო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის, უახლესი ტექნოლოგიები.
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონის წიწვოვან კორომებში ბეჭდავი ქერქიჭამიების მონიტორინგს აგრძელებს. სამწლიანი მუშაობის შედეგად შესაბამისი ხაფანგისა და ფერომონის გამოყენებით სულ დაჭერილი და განადგურებულია 10 მილიონამდე ხოჭო. მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე ხაფანგების განთავსება ხდება გაზაფხულზე და აღნიშნული დაკვირვება იძლევა საშუალებას დადგინდეს წლის მანძილზე ქერქიჭამიების გამრავლების პიკები, ახალი კერების წარმოქმნის რისკები და სეზონზე გენერაციის რაოდენობა. ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს სანიტარული ჭრა, რომელიც მეცნიერების დასკვნის საფუძველზე და ბოლო პერიოდში სააგენტოს მიერ ბეჭდავ ქერქიჭამიასთან განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების შეფასებით არის რეკომენდირებული. ეს ტერიტორია გახლავთ ბეჭდავი ქერქიჭამით ყველაზე მეტად დაზიანებული ტერიტორია და აქ სანიტარული ჭრების განხორციელება წარმოადგენს აუცილებელ პირობას, რომ ჩვენ მოვახერხოთ აი ამ მავნებლის დამარცხება და კორომების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. 2013 წელს დაიდო დასკვნა, რომლის საფუძველზეც გაიცა რეკომენდაცია, რომ სამცხე-ჯავახეთის წიწვოვან კორომებში გამოყენებული ყოფილიყო ფერომონიანი მწერმჭერები. ბეჭდავი ქერქიჭამია უფრო მასობრივად ბორჯომის ფართობებზეა გავრცელებული, ძირითადი კერები სწორედ ბორჯომის ტერიტორიებზე გვხვდება. და აქ უმეტესი რაოდენობა მწერმჭერებისა განთავსებული არის ბორჯომის სატყეობნის სხვადასხვა სატყეოებში. დღეს კლასიკური გიტარის შემსრულებელთა რიგით მეოთხე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგინება იწყება. აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდეს. წელს პირველად კონკურსში ყველა ასაკის მსურველები მიიღებენ მონაწილეობას. მათთვის ჯილდოები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დაწესდება. შემსრულებლებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. მუსიკალური ღონისძიების მასპინძელი 8-9 ნოემბერს კონსერვატორიის დიდი დარბაზი და თბილისის კამერული ორკესტრის სიმფონიეტას საკონცერტო დარბაზი იქნება. განაცხადების მიღების ბოლოვა და 1 ნოემბერია. დღეიდან იწყება განაცხადების მიღება კლასიკური გიტარის მეოთხე კონკურსისათვის, რომელიც გაიმართება ნოემბრის თვეში. საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს კონკურსი პირველ რიგში იმ კუთხით, რომ კულტურის სამინისტროს პრიორიტეტს ეხმიანება, რომელიც სხვადასხვა ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარებას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ეს არის კლასიკური გიტარა და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარგების ხელშეწყობა, კონკურსების, ფესტივალების. წელს გამორჩეული იმით იქნება, რომ უფრო ახალგაზრდა შემსრულებლებიც იქნებიან. ანუ ბავშვები ასე ვთქვათ და შეზღუდული არ არის ასაკი. ამიტომ ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია რომ მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა. შეფასებას რაც შეეხება რამოდენიმე კრიტერიუმით კეთდება ეს. ანუ ცალკე ფასდება ბგერა, ხარისხი, ანუ შესრულების ხარისხი, მუსიკალობა და შემდეგ ის ჯამდება და საშუალო არითმეტიკული წესით გამოყავს უკვე რაღაც საერთო ქულა. ძლეოსნობის ფედერაციაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტსა და საქართველოში ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელ სპარს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ევროპის პირველი ახალგაზრდული ჩემპიონატი ძლეოსნობაში თბილისში 14-17 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას 52 ქვეყნის 1200-მდე სპორტსმენი მიიღებს. დღეს კიდევ ერთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოვეწერა ხელი Spar International-თან. ჩვენ მოხარულები ვართ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი კომპანია გაერთიანდება ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების გარშემო, მით უკეთესია. როგორც მოგიხსენებათ, სულ რამოდენიმე დღე დარჩა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც 14-დან 17 ივლისს გაიმართება თბილისში. Spari საერთოდ ძლეოსნობასთან დაკავშირებულ ყველა საერთაშორისო ტურნირების სპონსორია დიდი ხნის მანძილზე. Spar საქართველოსაც გადაწყვიტა არ დაარღვიოს ეს ტრადიცია და შეუერთდით და ვასპონსორებთ ამ ღონისძიებას. იმედია წარმატებული და კარგი ღონისძიება გამოვა და ქართული სპორტსმენები რაც შეიძლება მეტ ოქროს მედლებს მიიღებენ.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და კომპანია IDS ბორჯომის საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით ბორჯომი წელსაც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების პარტნიორია. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები იქნებიან. მინდა განსაკუთრებით მადლობა გადავხადო კომპანია ბორჯომს და მის ხელმძღვანელობას, მათ არა მარტო კალათბურთის, ქართული სპორტის ძალიან ბევრი სასიკეთო პროექტი განახორციელეს და დარწმუნებულად შემდგომშიც განახორციელებენ და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო სექტორის, სახელმწიფოს და ფედერაციის თანამშრომლობისა, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ჩვენი კალათბურთელების წარმატებას და გვზიარავს, რომ ჩვენი კალათბურთელები არაერთხელ გაგვახარებენ. 6 წელია უკვე კომპანია ბორჯომი არის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების პარტნიორი. ჩვენ ვალდებულად ვთვლით ჩვენ თავს, რომ გვერდი დაუდგეთ ჩვენ ეროვნულ ნაკრებს კალათბურთში, რომელიც არის სახე და წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანას ევროპაში და ასევე მთელ მსოფლიოში.